ესე იგი აგერავარ ვარდანას ქალიშვილი, მაგრამ ეს ხელოსანი არ მაცის ზევიდან მიკაკუნებს ოღტი ახლა იმას იქა. ხო. ვაიმე. მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. როგორ ახართ? იმედია კარგად ახართ. გილოცავთ ბზობას, მრავალ ბზობას დაესწარით. სიხარული, სიკეთე, სიყვარული და ღვთისწყალობა ამოკლებოდეს თქვენ ოჯახებს. ხო და დღეს ჩვენ მენიუში არის, როგორც ვამიხდით, თევზი, ორაგული და კამბალა იყიდა დედამ. ხო, როგორც იცით, ამას წინებზე არ მახსოვს, ახლა Facebook-ზე კი მქონდა დადებული და აქ თუ დავდე ვიდეო, სადაც დედა თევზს აბასტურებს. ყოველთვის ასე ეშვება. ჩაბასტურებული თევზი ესე იგი რას ნიშნავს, როგორც მწვადს აბასტურებენ ძმარში, წიწაკაში, პიმპილა, მარილი, ასე გააჩერებს რამოდენიმე საათი და მერე შეწოს და ისეთი მძაფრი სუნი და მძაფრი ისა აღარ აქვს, ვისაც თევზის სუნი დიდად არ გსიამოვნებთ, იმათვის მით უმეტეს, ხო და გემრიელიც უფრო არის, რა ვიცი ახლა კაცი ადახასიათებო, მაგრამ ასე უფრო გემრიელია ჩემი აზრით და შეგიძლიათ მოსინჯოთ 1-2 და თქვენც მიხვდებით თუ როგორი გემრიელი გამოდის ესე გაკეთებული. ხო, დღევანდელი დღე ხა ჩვენი ხელოსანი ყავს სახლში, დედა ტრიალობს, მაგრამ არ გეგონოთ მეცე უსაქმურად მიმანჭებოდე მარტო ამ კამერასთან, ამას რო გავთიშავ ახლა, წამოხვდები და სულ პეპელასავით ვირბენ წინ და უკან. ხო, ყავა არ დამილევია კიდე. ყავას მოვადუღებ, დედა ჩემი ისე არ აჯგუნებს კარებებს, ხო? ეს რას ნიშნავს თუ იცი? გეყოს მაგანა მაჯაო, ადეგი მომეხმარეო. ეს მიიღო ამის ნიშანი ახლა. არ მეუბნება, მაგრამ ამას გულისხმობს. ხო, მართლა კი არა მეგობრებო, ჩემი დედიკო არის ტკბილი და გემრიელი. აგერ ჩემი დედიკო ტრიალობს, დაშინებულია ქალი რაცხას მიღებსო ფიქრობს ახლა. გილოცავთ ბზობას, მრავალს დაესწარით, ჭამფელად, ბედნიერად. გეიხადე დედა. ხო, ასე ტრიალობს ჩემი დედა და ეს მეც ტრიალობ ხალხვახად, მარტო დედას ნუ ატრიალებო რომ იც. აგერ დივანზე ხოძი არ ეს არ ატრიალი რო ვიღებ ვიდეოს. ხო და კადრს მიღმარ ტრიალობ კიდე. ხო, რაცხებს ვაკეთებ. ესე ჩვენი ჩაბასტურმებული თევზი. აქ რომელი თევზი არის დედა? რა თევზებია ესენი? მაგი არის ორაგული და იმეორეს რა ქვია იმას კამბალას უძახი. კამბალა. ეს ორაგული არის წითელი, ვიცი, წითელი ფერის და ის თეთრი არის კამბალა. ასე აქვს ჩაბასტურმებული დედას წიწაკა, ლიმონი, მარილი, ყველაფერს უშვება და აჩერებს რამოდენიმე საათი და მერე შეწვავს. ეს ისა ლიმონი თუ არა გაქვთ, ძმარი შეგიძლიათ და უძახია ბაჟის თევზს ხიწვი. კამბალას ხო, უძახიანო ბაჟის თევზს დედკომ ხიწვები არა აქვს. ბაჟის ეზი ჩვენი ეზო ძალიან ლამაზია, ყვავილები ყველაფერი გამოდის, ტყემალი, ბალი. ხო და რა უფედურება ეს ამიტი რა. აღარ მინდა წვიმა. ესე ჩვენი ბაჟი. ასე გამოიყურა ძალიან სქელი ბაჟი არ უხდება თევზს. აგერ გადავიღებ ახლა და გავსინჯა. ასე გემრიელად შემოვიწყაყუნე თეფშზე. ხო და მივირთმევ გემრიელად. ხო და ჩემო საყვარელებო, ესი ახლა ერთი სული მაქვს, როდის მივუჭდები მაგიდას და მივირთმევ გემრიელად, თქვენც ასევე რასაც მოამზადებთ, გემრიელად მიირთვით, საუკეთესო დღეებს გისურვებთ და
მრავალ ბზობას დაესწრით კიდევ ერთხელ.